ეკრანზე დამოკიდებულება ეს არის ქცევა, რომელიც წლების განმავლობაში გვართმევს კონცენტრაციას, სილს და ენერგიას. საშუალო მომხმარებელი ეკრანთან დღეში დაახლოებით 3-6 საათს ატარებს. აქ შედის ყველაფერი: სოციალური ქსელები, ვიდეოები, თამაშები, 18+ კონტენტი. მნიშვნელოვანია, რომ 2004 წელს ყურადღების შენარჩუნების საშუალო ხანგრძლივობა იყო 2.5 წუთი. ეს არის 150 წამი. 2012 წელს დაახლოებით 75 წამი. ბოლო 5-6 წლის მონაცემებით დაახლოებით 47 წამი. დღეს ახალგაზრდებში მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმედ გამოიყურება. როდესაც სტიმული ნეიტრალურია, ყურადღების რამდენიმე წამით შენარჩუნებაც კი რთული ამოცანა ხდება. მუდმივი მულტიჩართულობის რეჟიმი ტვინს შესაძლებლობების ზღვარზე ამყოფებს და დაღლილობა ნელ-ნელა ჩვეულებრივ ფონად იქცევა. ამ ვიდეოში არ ვაპირებ იმის სწავლებას, რა არის კარგი და რა არის ცუდი. არც ერთ უნივერსალურ ნორმას დავაწესებ, რამდენი საათი შეიძლება ეკრანში ჯდომა. ადამიანებს განსხვავებული ცხოვრება აქვთ და ბევრისთვის ეკრანი ინსტრუმენტი და სამსახურის ნაწილია. მე ცოტათი სხვა რამ მაინტერესებს. მომენტი, როდესაც ეკრანი ადიქციურ პატერნად იქცევა, ანუ დამოკიდებულებად. როცა ხდება კონტროლის დაკარგვა და შედეგები უკვე შესამჩნევია, მაგრამ ქცევა მაინც მეორდება. მოკლედ, მე მაინტერესებს დამოკიდებულება და არა გამოყენება. მე მქვია ნიკოლაი, ვარ პრაქტიკოსი ფსიქოლოგი და ქცევის მკვლევარი. ვიდეოში მოგიყვებით ეკრანზე დამოკიდებულების ზრდის სტატისტიკას და განვიხილავ პრობლემას კოგნიტურ ფუნქციებზე გავლენისა და მუდმივი დაღლილობის კუთხით. ბოლოს მოკლე ტესტი რისკის ნიშნებზე და პატარა, მაგრამ ეფექტური გამოსავალი დამოკიდებულებისგან, თუ ასეთი არსებობს. ეკრანზე დამოკიდებულება ეს არის ეკრანის გამოყენების მდგრადი პატერნი, რომელიც ხელს უშლის ცხოვრების ხარისხს, არღვევს ძილს, ამცირებს სწავლის ხარისხს, აზიანებს ჯანმრთელობას და ართმევს ადამიანს ნორმალური დასვენების უნარს. ეკრანზე დამოკიდებულების მთავარი მარკერია კონტროლის დაკარგვა. მაგალითად, გეკმავდით 10 წუთს, მაგრამ გავიდა 1 საათი და გაჩერება რთულია, მაშინაც კი, როდესაც მივხვდით, რომ დიდი ხანია უკვე ვზივართ. კავშირი მარტივია, ეკრანი რთავს ჩვევით მოქმედებას, მაგალითად სვაიპს. იმ მომენტში ეს იძლევა მოკლე დასვენების განცდას. ყურადღება გადაგვაქვს, დაწებულობა ეცემა, თავს მსუბუქად ვგრძნობთ. შემდეგ კი მოდის გრძელვადიანი შედეგები, გვიანი დაძინება, დაღლილობა, გაფანტულობა და აქ ზუსტად აქ წრე იკვრება. ცუდი ძილისა და დაღლილობის შემდეგ რთული საქმეები უფრო ძნელად გვეჩვენება. მოთმინებაც ნაკლებია და ფოკუსიც. ასეთ მდგომარეობაში ხელი თავისით მიდის ყველაზე მარტივი განტვირთვისკენ, ეკრანისკენ, სადაც შვება წამებში მოდის. ეს სწრაფი შვება კი ამაგრებს ჩვევას და მეორე დღეს სცენარი ისევ მეორდება. სინამდვილეში კი ყველაფერი ბევრად სერიოზულადაა. 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყოველდღე ეკრანთან დაახლოებით 6 მილიარდი ადამიანი ზის. სტატისტიკურად საშუალო მომხმარებელი ეკრანთან დღეში დაახლოებით 3-დან 6 საათს ატარებს. ეს დამოკიდებულია ასაკსა და რეგიონზე. მოდით ერთად გავაკეთოთ ამ რიცხვების უხეში გამოთვლა. თუ ავიღებთ საშუალოს და დღეში ეკრანთან ადამიანი ატარებს საშუალოდ 4.5 საათს. გავამრავლოთ 7-ზე და გამოდის, რომ კვირაში ადამიანი ატარებს 31.5 საათს. გამოდის თვეში დაახლოებით 126 საათი. ასეთი ტემპით წელიწადში დაახლოებით 1512 საათი გამოდის. ამ რიცხვების დათვლისას თუ ჯერ კიდევ არ შეგეშინათ, მოდით ეს ციფრები ღვიძლის დროზე გავყოთ. ანუ დროზე რამდენი ხანი ღვიძავს ადამიანს დღეში. სავარაუდო დრო, როდესაც დღის განმავლობაში აქტიურ მდგომარეობაში ვართ და არ გვზინავს, არის 16-17 საათი. მარტივად შეიძლება დავთვალოთ, რომ თუ დღეში არ გვზინავს 16-17 საათი და თვეში 126 საათი გვაქვს ეკრანის დრო, გამოდის, რომ თვეში 7.5 დღე არის გატარებული ეკრანთან. ანუ მთელი თვე რომ ავიღოთ, გამოდის, რომ ჩვენ თვეში 23 დღე ცხოვრობთ და 7 დღეს, ანუ მთლიან კვირას ვჩუქნით ეკრანებში. ფაქტობრივად ერთი კვირა იკარგება. აქ პრობლემა ის არის, რომ გარდა ამ ჯამური დღეების უბრალოდ დაკარგვისა, ჩვენ ასევე ვაგროვებთ კოგნიტურ გადატვირთვას და დაღლილობას და ამით ეფექტიანობას ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებაში ვკარგავთ. თუ ეკრანთან გატარებულ დროს ასაკების მიხედვით დავყოფთ, ჩანს, რომ ახალგაზრდები ონლაინში ყველაზე დიდ დროს ატარებენ. 16-დან 24 წლის ასაკობრივ ჯგუფში საშუალო დრო 7 საათი და მეტია. არადა სწორედ ეს არის ის ასაკი, როდესაც უნდა ყალიბდებოდეს ხარისხიანი მყარი ცოდნა და უნარები. პირადად მე საშინლად წარმომიდგენია, რა მოხდება თუ მთელი თაობები დამოკიდებულები იქნებიან ეკრანებზე და სერიოზული საყრდენის გარეშე დარჩებიან. უარს იტყვიან პასუხისმგებლიან ცხოვრებაზე და სულ უფრო და უფრო
დაეყრდნობიან ტექნოლოგიებს. რაც მეტია ეკრანთან არასაჭირო ურთიერთქმედება, მით ნაკლებია ცხოვრებაში რეალური მკვეთრი გამოცდილება. თურმე ასეთი სტატისტიკის გაცნობიერებაც კი არაფერს შეცვლის. მე თვითონ ვიცოდი, რომ ეკრანთან ძალიან ბევრ დროს ვატარებდი. ვთვლიდი დროს, ვიბრძოდი, ვიზღუდავდი თავს, მაგრამ მაინც ვერაფერს ვერ უხერხებდი ამ დამოკიდებულებას. ეს პარადოქსია და აქ მხოლოდ ინფორმაცია არაფერს შეცვლის. სინამდვილეში, რაც უფრო მეტი იცი, მით უფრო რთულია ცვლილებებამდე მისვლა. დამოკიდებულების მექანიზმი კი ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ინფორმაცია. ყველა ეკრანულ ადიქციას ერთი სქემა აქვს. ჯერ ჩნდება ტრიგერი. შემდეგ ტვინი ირჩევს შესვენებისკენ ყველაზე სწრაფ გზას. სკროლვა, თამაში, სერიალი, ფსონები, 18+. ამის შემდეგ ჩნდება მოკლე შვება, მაგრამ სინამდვილეში აქ იწყება. ასეთი შვება დროებითი და ეფიმერულია. ტრიგერი გაძლიერებული ბრუნდება და ისევ ეკრანი. გამოდის, რომ ციკლია. მაგრამ რატომ არის ასე მარტივი ეკრანზე დამოკიდებულებაში ჩავარდნა? ყველაზე ცბიერი პრინციპი, რომელიც ჩვენზე მოქმედებს, ცვლადი განმტკიცებაა. ეს არის მომენტი, როდესაც ტვინი ჯილდოს მხოლოდ ზოგჯერ იღებს. ანუ ხანდახან გვხვდება ის განსაკუთრებული ვიდეო, ხანდახან გავდივართ რაღაც თამაშის ლეველს, ხანდახან გვითრევს სერიალი, ფსონის ხანდახან გაისვრის. მომენტი, როცა ზუსტად არ ვიცით რა მოხდება, მაგრამ ხდება ის, რაც ტვინს ყველაზე ძლიერ ესიამოვნებოდა. ასეთი არაპროგნოზირებადობა ქცევას განსაკუთრებულად მდგრადს ხდის. ციფრულ გარემოში ამას აძლიერებს უსასრულო კონტენტი და პერსონალური რეკომენდაციები. სტიმული გაუჩერებლივ ნახლდება, ხოლო ზუსტად მოხვედრის შანსი სვაიპიდან სვაიპამდე იზრდება. ნეირომეცნიერების ენაზე ამას ხსნიან როგორც ჯილდოს პროგნოზირებადობის შეცდომით. როცა შედეგი მოლოდინზე უკეთესი აღმოჩნდება, დასწავლის სისტემა ძლიერ სიგნალს იღებს და ჩვევა უფრო მყარდება. მუდმივი გადართულობისას 4 ფუნქცია ზიანდება. მდგრადი ყურადღება, ერთი აზრის ხარისხიანად გადამუშავების უნარი, ყურადღების გადართვა, ყურადღების ბუნებრივად გადატანის უნარი ერთი საკითხიდან მეორეზე, ბუნებრივი გადატანა და არა თავისით გადართვა. მუშა მეხსიერება, რამოდენიმე ელემენტის ერთდროულად შენარჩუნების უნარი, მაგალითად რას ვაკეთებ, რატომ ვაკეთებ, რა არის შემდეგი ნაბიჯი. თვითკონტროლი, მუხრუჭი, რომელიც გვეხმარება მნიშვნელოვანი საქმის დასრულებაში, მაშინაც კი როცა ცნუნება გვაქვს მარტივისკენ. ხოლო სუბიექტურად მუდმივი გადაღლილობის შეგრძნებას აქვს ორი მიზეზი: მუდმივი მინი გადაწყვეტილებები და თავად კოგნიტური გადატვირთვა. ერთის მხრივ საჭიროა გახსნა, არჩევა, შეფასება, გადართვა, დაბრუნება. მეორეს მხრივ კი სტიმულების რაოდენობა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. ჩვენ ხომ უსასრულოდ ვერ შევძლებთ ყველა სტიმულის აღქმას, რომელსაც ეკრანზე ვხედავთ. აღქმასაც აქვს თავისი მოცულობა და ეკრანზე არაბუნებრივად დიდ რაოდენობის სტიმულს ვიღებთ. და ამას მივუმატოთ ის, რომ ამას შესვენებების გარეშე ვაკეთებ. ყოველი გადართვა და სვაიპი პატარა დატვირთვას ქმნის. როცა ასეთი გადართვები ასობითაა, ფოკუსი იშლება, ყურადღების მოცულობა მცირდება, მოთმინება ქვეითდება, მეხსიერება სუსტდება და ენერგია იფლანგება. ეკრანზე დამოკიდებულების ხანგრძლივობა და გავრცელების მასშტაბი შემაშფოთებელია. მთელი თაობები პროდუქტული ცხოვრების წლებს კარგავენ და არა მხოლოდ კარგავენ, არამედ ფსიქიკურ ზიანსაც იღებენ. ფიქრობ, ისტორიის ამ ეტაპზე ეკრანზე დამოკიდებულება კაცობრიობას უფრო მეტად ვნებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ნარკოტიკი. გავბედავ და ვიტყვი, რომ ეკრანზე დამოკიდებულება ევოლუციასაც კი აჩერებს, ან და მის მიმართულებას არაბუნებრივად ცვლის. სად არის გამოსავალი? გამოსავალი შეიძლება განსხვავებული იყოს ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებისთვის, მაგრამ ორივე შემთხვევაში ჯერ უნდა გავიგოთ, სად ვართ. მოდით გავაკეთოთ პატარა ტესტი. მე დავსვამ მკითხვას და თქვენ სწრაფად უნდა უპასუხოთ, კი ან არა. ბოლო 30 დღის მიხედვით. გეგმავდი 10-15 წუთი და უფრო დიდხანს გავჩერდი ეკრანთან. გაჩერება მიჭირს, მაშინაც კი, როდესაც ხვდები, რომ უკვე ზედმეტად დიდხანს ვზივარ. ძილი ზიანდება, გვიან მწვევი, ჩაძინება მიჭირს, დილით დაღლილი ვიღვიძებ. ეკრანის გამო სწავლა ან სამუშაო ჭიანურდება. ფოკუსი უარესდება, პროკრასტინაცია მატულობს, შედეგები მცირდება. სადე შემცირება, რამდენიმე დღე გავძელი და ისევ ძველ რეჟიმს დაუბრუნდი. მაქვს შინაგანი ლტოლვა. ხელი ეკრანისკენ ავტომატურად მიდის, მოწყენილობის, სტრესის, დაღლილობის დროს. უმალავ დროს ან ვზღუდავ კონტენტს. ვასუფთავებ ისტორიას. ეკრანის გამო გამიუქმებია გეგმები. გადამიდია მნიშვნელოვანი საქმე ან ამოვარდნილ ვარ კომუნიკაციიდან. რისკის შეფასება. თუ მიიღეთ 0-დან 2 კიმდე დაბალი რისკი. 3-დან 5 კი საშუალო რისკი. პატერნი უკვე გავლენას ახდენს ცხოვრებაზე. 6-დან 8 მაღალი რისკი. ქცევა გავს სერიოზულ დამოკიდებულებას და ჩარევას მოითხოვს. სამწუხაროდ იმის გაცნობიერება, რომ ეკრანზე დამოკიდებულება არსებობს, არაფერს მოგცემს. საჭიროა უხეში პრაქტიკა.
თუ ეკრანი ტვინს გართობისკენ ეკაჩება, მაშინ პრაქტიკამ საპირისპიროდ უნდა გაჩოს მოწყენილობისკენ. ჩემი დაკვირვებებით და ექსპერიმენტებით მოწყენილობა ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია ბიოქიმიის სწრაფი რეგულაციისთვის. კოგნიტური სტაბილურობის შემდეგ კი იწყება ფსიქიკასთან მუშაობა, რათა შედეგები გამყარდეს. თუ სადმე ხანძარია ჯერ ვაქრობთ და მერე ვფიქრობთ რა გავაკეთოთ, რომ აღარ გამეორდეს, ხო? ჩემი ინტერესი ამ საკითხის მიმართ მკაცრად მეცნიერულია. ახლა ვცდილობ რაც შეიძლება მეტი მონაცემები შევაგროვო გამოკითხვებით, ინტერვიუებით და ექსპერიმენტებით. ვტესტავ მეთოდს, რომელმაც უკვე ბევრს მოუტანა სასურველი შედეგი. თუ ამ ვიდეოს აქამდე უყურეთ, ესე იგი თემა თქვენთვის უკვე საინტერესოა. შეგიძლიათ ანონიმურად შეავსოთ ჩემი კითხვარი და დამეხმაროთ მონაცემების შეგროვებაში. ან დატოვოთ თქვენი კონტაქტი და გაიაროთ ინტერვიუ. და სანაცვლოდ შემიძლია შემოგთავაზოთ უფასო შეხვედრა ჩემთან, როგორც ფსიქოლოგთან. დაგეხმარებით პრობლემის მოგვარებაში თუ ასეთი არსებობს. მული ქვევითაა.